ებრაული არმია ირანზე დარტყმების ახალ ტალღას აცხადებს, სამიზნედ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ინფრასტრუქტურას ასახელებს. გასულ ღამეს თეირანსა და მის შემოგარენში დაიბომბა ნავთობის რეზერვუარები. იერიშები მიიტანეს შაჰრანის, კუჰაკისა და ქარაჯის ნავთობსაცავებზე, საიდანაც გუშაქთა კორპუსის სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებს საწვავით ამარაგებდა. ისრაელის არმიამ დაბომბა ბეირუთის ერთ-ერთი სასტუმროც, სადაც მათივე ცნობით ყუდსის ძალების მეთაურები იმყოფებოდნენ. დაღუპულია 4 ადამიანი, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. რუსებს შეუძლიათ გაუზიარონ ყველა ინფორმაცია, რაც სურთ, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ამ ინფორმაციას უგზავნიან, უკვე დამარცხებულები არიან. რუსეთიც დამარცხდებოდა, აცხადებს ტრამპი. ის ამჯერად ასე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამერიკულ სამხედრო ძალებზე თავდასხმისთვის რუსეთი ირანს სადაზვერო მონაცემებს აწვდის. გუშინ იგივე შეკითხვას ტრამპმა სულელური უწოდა. ირანის რეჟიმი აზერბაიჯანს მოუწოდებს ქვეყნიდან სიონისტები გააძევოს, რათა საკუთარი მოსახლეობა საფრთხეში არ ჩააგდოს. მუქარის შემცველი გზავნილი ირანის შეერაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესსპიკერმა გააჟღერა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანმა ნახიჩევანის აეროპორტი დაბომბა. უკრაინული კამიკაძე დრონებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში არმავირის ნავთობ ბაზა დაიბომბა. აფეთქებების შედეგად საწვავის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა.